Բարեձեզ, դուք դիտում եք Ախալքալակի ձայնը ռադիոն եւ այսօր մենք եկել ենք տեսնելու թե ինչպես են անցնում դասերը Ախալքալակի մեծահասակների կրթական կենտրոնում։ Salmებით, მე ვარ შორონა თეთვაძე, ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი და დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ცენტრის შესახებ ინფორმაცია და საქმიანობა, რას ვაკეთებთ, რას ვახორციელებთ, ვინ არიან ჩართული ჩვენი ბენეფიციარები და ზოგადად რა საქმიანობას ეწევა ცენტრი. 2006 წელს დაფუძნდა ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრი DVV International-ის მიერ და მას შემდეგ ფუნქციონირებს ჩვენი ცენტრი ძალიან აქტიურად. ცენტრის მიზანია ზრდასრულთა განათლება და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი ეკონომიკური ზრდა ფორმალური და ფორმალური განათლების ხელშეწყობით. ცენტრი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, გვაქვს რამდენიმე მიმართულება, ეს არის პროფესიული და პიროვნული განვითარების კურსები, მასში სხვადასხვა კურსი შედის, როგორც კომპიუტერის შემსწავლელი კურსები, ენის შემსწავლელი კურსები, ფინანსური განათლება გვაქვს, ბუღალტერია და ფინანსური განათლება, ახალგაზრდული მიმართულება, რომელიც აქტიურად არის განვითარებული ჩვენს ცენტრში და სამოქალაქო განათლება, მწვანე ურნარების განვითარება და კომპიუტერული ტექნოლოგიები, სხვა მიმართულება. ცენტრის ბენეფიციარები ვინ არიან? ჩვენი მოსახლეობა, ძირითადად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიან, აქტიურად ჩართულები სხვადასხვა კურსებზე, ახალგაზრდები და ასევე სკოლის მოსწავლეები. როგორ ვიზიდავთ ჩვენ ბენეფიციარებს? სხვადასხვა გვაქვს ცენტრის გვერდი, ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრის გვერდი, ინფორმაცია იდება აი ამ გვერდზე და მოხალისეები, ასე ვთქვათ, ბენეფიციარები ღებულობენ მონაწილეობას, რეგისტრირდებიან და ღებულობენ მონაწილეობას. ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია ამ მიმართულებით, ასე ვთქვათ, პარტნიორი არის Genius-ი, ადგილობრივი მედია, რომელიც გვეხმარება ცენტრის საქმიანობის, ასე ვთქვათ, განხორციელებას, რა საქმიანობას ახორციელებს ცენტრი, ავრცელებს ინფორმაციას და პლუს განცხადებების განთავსების მიმართულებითაც გვეხმარება. ცენტრში გვყავს პროფესიონალი კადრები, ტრენერები, ასევე მოწვეული ტრენერები და ძირითადად ტრენინგები მიმდინარეობს როგორც ქართულ ენაზე, ასევე სომხურ ენაზე. ცენტრში არსებობს ახალგაზრდული კლუბი, სადაც მიმდინარეობს ტრენინგები სხვადასხვა თემატიკაზე. ეს არის გენდერი, ადვოკატირება, ეს არის ოჯახში ძალადობა, ადამიანის უფლებები და სხვა. ტრენინგებს მოწვეული ტრენერები ატარებენ და ასევე ადგილობრივი ტრენერები, რომლებიც არიან კვალიფიციურები, გადამზადებული სხვადასხვა მიმართულებით. ასევე არის სახელობო კურსები. ამ სახელობო კურსებზე მონაწილეობას ღებულობენ როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრული ადამიანები და მინდა აღვნიშნო, რომ ეს მიმართულებები ჩვენთან არის უფასოა კურსები და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს და მიიღოს მონაწილეობა. როგორ ტარდება ტრენინგ კურსები და საერთოდ რა პროგრამით ხორციელდება ტრენინგები? ორგანიზაციაში შემუშავებული აქვს მოდულები და აი ამ მოდულების მიხედვით ხდება ბენეფიციარების მომზადება, გადამზადება. ვინ არიან ჩვენი პარტნიორები და ვინ იყვნენ, ვისთან თანამშრომლობდით აქტიურად? ჩვენი აქტიური პარტნიორი ორგანიზაცია არის DVV International-ი, ძირითადად მათი დაფინანსებით ხდება და ხორციელდება ცენტრში საქმიანობა, ყველა ის ჩამოთვლილი პროექტი, ასე ვთქვათ, კურსები, რაც არის ხორციელდება DVV International-ის დაფინანსებით, ეს არის ჩვენი ძირითადი პარტნიორი და პროექტების მიმართულებით სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაცია ყავდა. ეს არის ყველაზე დიდი პარტნიორი ორგანიზაცია ამ მიმართულებით იყო USAID. ახალგაზრდული კლუბები ფინანსდებოდა და მათი საქმიანობაც მათი დაფინანსებით ხორციელდებოდა.
ტასოს ფონდი, რომელმაც იზრუნა ქალთა ეკონომიური გაძლიერების ხელშეწყობის მიმართულებით, ამ მიმართულებით ბუღალტერიის კურსი ჰქონდა და ასევე ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები ქართული ენის შემსწავლელ კურსთან ერთად. CTC, რომელმაც დააფინანსა ევროკავშირის დაფინანსებით ძალიან დიდი პროექტი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მუნიციპალურ ორგანოებს, ეს არის მერია და საკრებულოს ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრმა ვებსაიტები მოუმზადა და ძირითადად მუნიციპალური ინდექსის ამაღლებაზე იზრუნა ჩვენმა ცენტრმა. ეს იყო ისვედის პროექტი გასულ წელს 2024-ში ელექტრონული არჩევნების განათლების მიმართულებით მივეცით როგორ ტარდება, როგორ უნდა ჩატარებული იყო ელექტრონული არჩევნები და მოსახლეობას როგორ უნდა მიიღო მონაწილეობა, რა იყო ამისთვის საჭირო. ჩვენ გქონდა ჩავატარეთ შეხვედრები სოფლებში და დავამზადეთ კომიქსები და კომიქსებით სწავლებას შეუწყეთ ხელი. ისვედის დაფინანსებით ჩვენ გქონდა ქალთა გაძლიერების მიმართულებით კიდევ რამდენიმე პროექტი. ბევრი პარტნიორი ორგანიზაცია ყავს დღესაც, ვინც მხარს გვიჭერს და როგორც ფინანსურად, ასევე ტექნიკურ მატერიალური ბაზით და დღესდღეობით ცენტრი ფუნქციონირებს, ხორციელდება ჩვენი ტრენინგ კურსები და სამომავლოდ იმედი გვაქვს, რომ ეს ტრენინგ კურსები ცენტრი გააგრძელებს აქტიურ საქმიანობას. ტექნიკური ბაზის მიმართულებით თუ ვილაპარაკებთ, ძალიან ბევრი ტექნიკური მასალა, ასე ვთქვათ, არის შეძენილი სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, ასევე DVV-ის დაფინანსებით. გასულ წელს სექსეპერის დაფინანსებით, ჯინიოსთან პარტნიორობით ჰქონდა პროექტი, სადაც მოვიკულიეთ დასაქმების ხელშეწყობა, რამდენად არის მოსახლეობა დასაქმებული და რა უშლის ხელს მათ დასაქმებას, ან რა საჭიროებები არსებობს ამ მიმართულებით, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მაგალითად განათლების დონე ამაღლდეს რეგიონში, დასაქმების დონე ამაღლდეს რეგიონში და მოსახლეობის ჩართულობა იყოს უფრო მეტი, ვიდრე დღესდღეობით გვაქვს. ეს და როგორც უკვე მოგახსენეთ, მედიასთან გვაქვს თანამშრომლობთ აქტიურად, ეს არის ერთ-ერთი, როგორც უკვე დავასახელე, ეს არის ჯინიუსი და მეორე არის ATV, ადგილობრივი ტელევიზია, სადაც სხვადასხვა მიმართულებით იკვეთება ჩვენი გზები და ხდება ჩვენი თანამშრომლობა. ცენტრში ადმინისტრაციის ფარგლებში 2 ადამიანი მუშაობს, ცენტრის დირექტორი და ბუღალტერი, ასევე ყავს 15 ტრენერი, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ატარებს ტრენინგ კურსებს. Պահին մենք գտնվում ենք Ախալքալակի մեծահասակների կրթական կենտրոնի ձեռագրության դասընթացներին։ Բարև ձեզ։ Ինչ եք դասավանդում Ախալքալակի կրթական մեծահասակների համար ստեղծված կրթական կենտրոնում։ Այս կենտրոնում ես դասավանդում եմ ձեռագործ աշխատանքների դասընթացներ։ Մենք ունենք ասեղնագործություն, հուլունագործություն, գոբելենագործություն, կարպետագործություն, գոբելենագործությունը ամենաշատ տարածված մեջ մոտ ավելի շատ դասընթացները տարածված են, որովհետև մենք այստեղ սովորում ենք նացիոնալնի ornamentները, այդպես ասեմ, հայ վերացական ornamentները, որը որ այստեղ այս պայուսակի վրա նկարած է, երեխեքի աշխատանքն են, շատ սիրով կատարում են աշխատանքները, ասեղնագործություններ ունենք։ Քանի տարի է ինչ աշխատում եք տվյալ ոլորտում։ Արդեն 25 տարուց ավել։ Իսկ ինչպիսին են հաճախականությունը, արդյոք երիտասարդներին հետաքրքրում է նմանատիպ դասընթացները։ Կան հետաքրքրվող երիտասարդներ կան։ Իհարկե հիմա բոլորիս հայտնի է, որ երեխաները շատ սկզբից շատ մեծ ոգևորությամբ են գալիս, հետո մեկ թողնում են, մեկ գալիս են նայած, բայց ունենք աշակերտներ ունենք, ովքեր որ ուզում են սովորել
աղջիկներ ունենք, ովքեր որ շատ լավ ձեռքի աշխատանքներ ունեն։ Շատ բարի։ Շնորհակալություն։ Здравствуйте, Айгануш. Мы знаем, что Здравствуйте. вы обучаете в Центре образования взрослых. Пожалуйста, несколькими словами расскажите конкретно, чему вы обучаете детей. Ну, я, как уже представили, являюсь тренером обучения рукоделия в этом центре. У нас обучаются дети, взрослые, без возрастных ограничений. Обучаем мы технике вышивания, вязанию. Работа, вот, например, с тканью, шитье на машине вручную. Вышивка, машинная вышивка тоже сюда включается. Вышивка бисером, лентами, нитками. Разные технологии, конечно, но дети стараются, с удовольствием ходят, посещают. Длительность курса? Длительность курса у нас 3 месяца, но есть желающие, вот, которые хотят продолжить, более углубленно изучить технологии, технику вязания, вышивания и так далее. При окончании ваших курсов получает ли сертификат бенефициар? Да, получают сертификат после окончания. Какая активность посещения? Посещаемость, ну, смотря когда как, есть когда очень хорошо посещают, это зависит от, конечно, еще учебного процесса. Дети в основном ходят школьного возраста, есть, которые на дополнительные занятия ходят, и поэтому у них иногда бывает вот слабая посещаемость. Что насчет студентов? Вот желательно было, чтобы студенты тоже ходили, посещали эти курсы для их, конечно, развития, но это в основном любительское. И, насколько нам известно, у вас есть также производство. Расскажите, что производите, где продаете, если продаете, конечно. Производство у нас игрушки, очень большой ассортимент игрушек, вязаных игрушек. Пожалуйста, могу некоторые из них представить вам. Вот, обучает учитель Репсиме вязание игрушек. У нас есть производство постельного белья, шьем на заказ, шьем просто так, продаем на выставках. Бывает, сами сюда, кто посещает так из-за интереса, интересуются, посещают посмотреть, что у нас есть, и заодно проявляют желание купить понравившуюся вещь. У нас есть также сумки, вышитые сумки есть, и разные там, да, еще одеялы мы шьем на заказ тоже. Детские с вышивками, без вышивки. Вышивки иногда с инициалами просят, там специальные лого вышивки делаем. Бисером, конечно, тоже работаем, комбинированно работаем, и бисер, и ленты, и, допустим, нитки, вышивка, вязание, то же самое. А откуда происходит закупка материала, сырья? Материал закупают в Тбилиси, конечно, это для нас немножко плачевно, потому что нужно ездить, выбирать, и ограничения есть, потому что не все возможно привезти. Не всегда можно найти нужную нам вещь. Что насчет технического инвентаря? Какой у вас инвентарь? У нас есть швейные машинки, которые получили, есть для шитья, оверлок есть машины для вышивки, есть вязальная машина у нас. А откуда вы купили, каким образом приобрели инвентарь? Мы получили по разной программе от разных компаний, так скажу. Угу. А сколько лет вы уже преподаете в этой сфере? Наверное, больше 27 лет в этой сфере работаю. И какие у вас будут рекомендации вашим бенефициарам? Ну, чтобы внимательно изучали. Есть дети, которые одаренные, можно сказать. Вот им нужно как-то больше увлекаться этим творчеством. Спасибо большое, Айгануш. Мы, конечно,
проведем экскурсию, ознакомимся с вашим товаром и обязательно предоставим в нашем материале. Спасибо. Բարև ձեզ։ Մենք 5-րդ դպրոցի աշակերտների հետ շատ մեծ սիրով այցելում ենք այս խմբակը, սովորում ենք տարբեր ձևի ձեռագործներ, փորձում ենք վերականգնեցնել հին ասեղնագործության ոլորտը, գորգագործություն ենք սովորեցնում, այս երեխաները շատ ակտիվ, պարտաճանաչ, շաբաթական 2-3 օր անընդհատ դասերից հետո այցելում են եւ մեծ սիրով փորձում են սովորել ձեռագործություն։ Բարև ձեզ, ես Մանեն եմ, սովորում եմ 5-րդ դասարանում 5-րդ դպրոցի։ Ես հաճախում եմ այստեղ գործելու գորգագործության եւ բիսեր։ Ես այստեղ շատ եմ սիրում եւ բոլորին ուզում եմ որ գան այստեղ։ Ես շատ եմ սիրում գործել, քանի որ ես մանկուց սովորել եմ տատիկիցս։ Ես շատ եմ սիրում նաեւ, որովհետեւ ես այստեղ հաճախում եմ ինձ ծանոթ ընկերների հետ եւ նրանք նույնպես շատ են սիրում այստեղ։ Բարև ձեզ, ես Մարուսիա Քեյան եմ, ես հաճախում եմ մեծահասակների կրթության կենտրոնում, արդեն 2 ամիս ինչ հաճախում եմ, այստեղ սովորում ենք ձեռագործություն, կարեր, տարբեր տեսակի կարեր, որոնք ինձ շատ են դուր գալիս, ես ցանկանում եմ, որ մինչև վերջ կամ սովորեմ եւ սովորեմ տարբեր տեսակի տեխնիկներ գործել, իմ ձեռք ավելի լավ վարժվի տեխնիկագործության, ավելի լավ վարժվի կարերի վրա, որ ես կարողանամ հետագայում իմ փոքրիկ բիզնեսը բացել։ Ես այստեղ ձեռք բերեցի նոր ընկերներ եւ ես շատ ուրախ եմ, որ հաճախեցի եւ ունեցա նոր շատ ընկերներ եւ լավ շրջապատ ձեռք բերեցի։ Հուսամ ձեզ համար այսօր շատ հետաքրքիր էր մեր այսօրվա հաղորդումը, ձեզ հետ էր Ախալքալակի ձայնը ռադիոն։